როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ეკონომიკაზე, რა საფრთხეები და გამოწვევებია საქართველოსთვის? გლობალური მიწოდების ჯაჭვების შესაძლო რღვევა, მთავარი სატრანზიტო დერეფნის შაკეტვა და ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვევს თუ არა პროდუქტებზე, მათ შორის ნავთობზე, ფასების ზრდას და ინფლაციას. როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა? სხვისი ომის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე დღეს გადაცემაში პირდაპირ ეთერშია ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესორი ვლადიმერ პაპავა. გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს. მადლობა მოწვევისთვის. საინტერესოა დავასათაურე დღეს ჩემი გადაცემას სხვისი ომის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ჯერ კი ძალიან ცოტა დროა გასული, პრინციპში ერთი კვირაც არ არის, რაც დაიწყო ეს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მაინც შეგვიძლია გარკვეულწილად ვარაუდებით ვისაუბროთ და განვიხილოთ სხვადასხვა მოვლენები. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაზე? იცით, იმისთვის რომ ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე რა გავლენა ექნება, ალბათ ზოგადად მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე რა გავლენა ექნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ირანი არის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ნავთობპროდუქტების და რა თქმა უნდა მისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში თუნდაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. იმის სათქმელად როგორ განვითარდება ეკონომიკური ვითარება, შეიძლება მხოლოდ იმის საფუძველზე რომ ვიცოდეთ, როგორ წარიმართება საომარი მოქმედებები. არ არის გამორიცხული, რომ ეს საომარი მოქმედებები საკმაოდ მალე შეჩერდეს. საუბარია უახლოეს რამდენიმე დღეზე. ეს ყველაზე კარგი ოპტიმისტური სცენარი, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომ მზად არის განიხილოს ირანის ხელმძღვანელობასთან დაიწყოს მოლაპარაკება მისი მხრიდან, რომ ბირთვული იარაღის წარმოება შეჩერდეს. ბირთვული პროგრამა შეაჩეროს ირანმა და თუ ასეთი სცენარი წავალთ, დიდად სიტუაცია არ გაუარესდება. არის მეორე ვარიანტიც, რომ ეს გაიწოლოს დროში. გაგრძელდეს. აქ რა თქმა უნდა, უკვე არ არის გამორიცხული თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვაც. უკვე ითქვა, რომ ამერიკას მომზადებული აქვს შესაბამისი გეგმა, როგორ უნდა ჩაერიოს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილება ჩარევასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. პრევენციული განცხადებაც შეიძლება ჩავთვალოთ. შეიძლება ეს და შეიძლება მართლაც არსებობს გეგმა, მე წარმომიდგენია, რომ ასეთი გეგმა არ ყოფილიყო. შეიძლება იმის კარგული დახვეწას სჭირდებოდა და დაზუსტება, მაგრამ გეგმა უცებად იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, აი ესეთი სცენარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ ეს უფრო ხანგრძლივი ვადიანი იქნება, ეს აუცილებლად აისახება. პირველ რიგში ესეთი პრობლემა წარმოიქმნება, როგორც არის საწვავის ფასები. იმიტომ რომ საერთოდ ნებისმიერ საომარ მოქმედებაზე ნავთობპროდუქტების ბაზარი საკმაოდ ხისიარად რეაგირებს. უკვე არის რეაქცია, მაგრამ ისეთი არა ყოველ შემთხვევაში. ჯერ არა, რა თქმა უნდა, იმიტომ გითხარით, რომ თუ მოკლევადიან პერიოდში ეს ომი დამთავრდა, მაშინ პრობლემა არ არის, ეს თუ გახანგრძლივდა, ეს აუცილებლად აისახება ფასებზე და თუ საწვავი გაძვირდება ყველასთვის და გაძვირდება საქართველოსთვის. ანუ ამას ქვია ინფლაციის იმპორტი. ანუ მოხდება ქვეყანაში ინფლაციის იმპორტირება, საწვავის გაძვირება. თუმცა მარტო აქ ენერგომატარებლებზე ალბათ არ არის. არ შეიძლება საუბარი, იმიტომ რომ იგივე ჰორმუზის სრუტე სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო გზა არის. სხვადასხვა პროდუქტი. მათ შორის ენერგორესურსები, ნავთობის, ტრანსპორტირებისთვის და ამ სრუტის ბლოკირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა და არა მარტო ბლოკირების, თუ ამ სრუტეში ხომალდების გადაადგილება უსაფრთხო არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ასევე აისახება ისევ და ისევ არსებულ მიწოდების ჯაჭვებზე, თქვენ სწორედ ბრძანეთ ხალბატონმა მოხდება მათი რღვევა. ჩვენ მიწოდების ჯაჭვების რღვევა ყველაზე კარგად დავინახეთ COVID-19 პანდემიის დროს და ვიცით, რომ როცა მიწოდება მცირდება, ეს იწვევს მიწოდების შემცირებით გამოწვეულ ინფლაციას, რომელიც ბევრად უფრო რთული სამართავია, სანამ არ შეიქმნება ახალი მიწოდების ჯაჭვები. ჯერ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ომის კვალიფიკაციას არ აძლევენ, იმიტომ რომ მაინც მოიხსენებენ როგორც კონფლიქტი. ჩვენ გვახსოვს, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მაშინაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მაგრამ რუსები დღესაც ასე იძახიან, მაგრამ სინამდვილეში ხო. მაგრამ სოფლიო მონათლა როგორც ომი მაშინ. ომია რა თქმა უნდა. აი თუ შეიძლება ამ ორი ომის შედარება ერთმანეთთან.
ალბათ შეიძლება და არ შეიძლება რა, იმიტომ რომ მაინც განსხვავებული კონტექსტი აქვს ერთ და მეორეს. განსხვავებული ხა პრაქტიკულად რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ნუ მასა ისრაელიც თუ ამ მაგრამ კუთხით ახლა ვისაუბრებთ თავს დაესხა მაგრამ ირანს. ახლა რომელ მხარეს არის ისრაელი, რუსეთის მხარეს თუ უკრაინის მხარეს? ახლა კაც მარტივი არ არის და გეტყვით რომ საინტერესო ხო, იმიტომ რომ ჯერთი ისრაელის მთავარი პარტნიორი არის ვინ? ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი რა გააკეთა? სანქციები დაუწესა, ხო? ეკონომიკური სანქციები რუსეთს და მთელმა დასავლეთმა გაიზიარა ეს სანქციები. მაგრამ ისრაელი არ მიერთებია ამ სანქციებს. და არც არავის არ უთქვია რა ისრაელი რატო არ მიუერთდა. ნეიტრალური პოზიცია. ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა. ანუ რა გამოვიდა ისრაელი ერთი მხრივ სტრატეგიული მისი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია. მეორე მხრივ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მიერთებია. ამიტომ ასე მნიშვნელოვნად ერთნიშნულად პასუხები აქ შედარება ძალიან პირობითია. უბრალოდ ეს ორი საომარი მოქმედება ხდება ერთდროულად. არა, უბრალოდ ამას იმიტომ გეკითხებით, რომ უკრაინა რუსეთის ომი უკვე 3 წელზე მეტია გრძელდება და ანუ გრძელვადიან ჭრილში თუ შეიძლება განვიხილოთ და ამდენი რესურსი აქვს თუ არა დაუშვათ. პლუს ამას კიდევ ერთი მომენტი არის, ეს არის ტოლიდან ნაკადი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას. ხო, აი აქ როგორ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა? იცით, როცა ასეთი ვითარება ქვეყანაში საკმაოდ მძიმედ რეგიონში, მსოფლიოში და ჩვენთან ისედაც არიან საკმაოდ ბევრი შემოსული სხვადასხვა მსგავსი ტიპის ქვეყნებიდან, მათ შორის ირანის მოქალაქეები, ალბათ გარკვეულწილად კონტროლია გასამკაცრებელი. მე ვერ ვიტყვი, რომ საზღვრები აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს, მე იმიტომ რომ შესაბამის ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ არც ეს უნდა გამორიცხდეს, რომ შეიძლება საზღვრები ჩაიკეტოს გარკვეული რეგიონის მოქალაქეებისთვის. თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება საქართველოს. ძალიან კარგი რომ მკაცრდება. ანუ ეს დროში დაემთხვა თუ როგორ ფიქრობთ ეს? მე მგონი ეს სწორია, იცით როგორ არის, ეხლა კარგი კითხვა დამისვით თქვენ. ხშირად არის ლაპარაკი, როგორ ცვლის ტრამპი მსოფლიოს. ტრამპი კი არ ცვლის მსოფლიოს, მსოფლიოში მომწირდა ცვლილებები და ამან მოიყვანა ტრამპი პრეზიდენტად. ხო, ნუ ლოგიკა არის კი. უბრალოდ მომწირდა ეს მაქსიმალური ეს რადიკალური ლიბერალიზმის მასობრივი გავრცელება და ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა და იძულება ამის წინააღმდეგ იყო და დაგროვდა საზოგადოებაში. სოფლიოში მოხდა და ეს ცვლილებები არა ტრამპი ახორციელებს ცვლილებებს, არამედ ცვლილებების აუცილებლობამ განაპირობა ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში. თუმცა აქ სადავოა ის მომენტი, ალბათ რომ სოფლიო დღის წესრიგის შეცვლა სისხლის ფასად ეს ასე იყო ყოველთვის და ახლაც იგივე გრძელდება. სოფლიო წესრიგი დღეს უკვე შეცვლილია, ის ერთპოლისიანი აღარ არის. დღევანდელი გადასახედიდან ჩემი აზრით სოფლიო სულ ცოტა ორნახევარ პოლისიანი არის. ორნახევარი, იმიტომ რომ იმისთვის რომ სახელმწიფო იყოს შეასრულოს სოფლიოში სოფლიო წესრიგში პოლისის როლი, სამი ფაქტორია საჭირო. პირველი პოლიტიკური ავტორიტეტი, რომელსაც ქმნის რა იარაღი, სამხედრო შეიარაღება და თავდაცვის უნარიანობა და მესამე, რა თქმა უნდა, ეკონომიკა. აი იმისთვის რომ ქვეყანა იყოს პოლის წარმოადგენდეს, ეს სამი ფაქტორი აუცილებლად უნდა ქონდეს. ასეთი დღეს არის მხოლოდ ორი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. რაც შეეხება რატო თქვი ორნახევარი პოლიცია, ნახევარი პოლიციის ფუნქციის შესრულების ინტერესი აქვს ვაშინგტონსაც და პეკინსაც, რომ ეს განახორციელოს რუსეთმა. და გარკვეულწილად რუსეთი ამას ახორციელებს კიდევაც, იმიტომ რომ თვითონაც არის იარაღის წარმოებელი. აი ამ პოლისებში დღესდღეობით ჩემი აზრით საერთოდ ვერ მოიაზრება ევროკავშირი ერთი მარტივი მიზეზის გამო. მას უბრალოდ სამხედრო სამოწოლო კომპლექსი არ გააჩნია. სხვის წარმოებული იარაღზეა დამოკიდებული. ასეთი ქვეყანა პოლისის როლს ვერ შეასრულებს. ასეთი ქვეყნების გაერთიანება. და ამას ხო არ უკავშირდება ის მწვავე და უშუალოდ განცხადებები ევროკავშირიდან და ზოგადად რა თქმა უნდა, ახლა თამაშგარეთ მდგომარეობაში ჩვენ შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ და სვენელს გაუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ ბრიუსელისთვის ხო ეს მწვავეა, მაგრამ ბრიუსელი იმკის იმას, რაც მან დათესა. იმიტომ რომ ჩამოეკიდა თავიდან ბოლომდე ენერგეტიკულად რუსეთს, პრაქტიკულად არანაირი დივერსიფიკაცია არ განუხორციელებია. არ ბოლო პერიოდში ამ მხრივ არის. ახლა კი, მაგრამ ეს არის ახლა და რამდენი დაიკარგა დრო და რა ვთავარია იარაღის თვალსაზრისით ჩამოეკიდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ
როდესაც ევროპულმა სახელმწიფოებმა იარაღი დაიწყეს დახმარება უკრაინის მხარეს, მათ ხო დაცალეს თავიანთ საწყობები. ძველი იარაღი გადასცეს. ახლა ეს საწყობები შესაძლებელია. თვითონ წარმოება არა აქვს. საიდან უნდა იყიდონ? ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მართალია ბრიუსელმა განაცხადა, რომ $800 მილიარდ დახარჯავს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად. მაგრამ ერთი $800 მილიარდის მოძიება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ რაღაც სხვა პროექტებს უნდა მოაკლო და მეორე, რომც მოაკლო და მოიძიო რა, დღეს გადაწყვიტა და ხვალ გექნება ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ამას ხო დრო სჭირდება და აგერ ხედავთ, აგერ მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. ჩინეთის როლი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ეხმარება ირანს იარაღით. არ არის გამორიცხული, მეც ეს ინფორმაცია, მეც გავეცანი ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე იყოს. ჩინეთს აქვს ასეთი პოზიცია, რომ ის უნდა გამოვიდეს მოგებული ნებისმიერ შემთხვევაში. რუსეთთან მიმართებაში ის მოგებული გამოდის და ახლა ალბათ აქაც იგივე შეა. ანუ უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე ჩინეთი მოგებული დარჩა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩინეთი გახდა შედარებით გაიაფებული რუსული ენერგეტიკული რესურსების ძირითადი შემსყიდველი და რუსეთი სრულად ჩამოეკიდა ჩინეთს ყველანაირად. და ჩინეთმა თავისი პროდუქციის უფრო მეტის რეალიზება მოახდინა გამოთავისუფლებულ ადგილას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩინელი მოსახლეობა საკმაოდ მიზანმიმართულად და ეტაპობრივად ითვისებს აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიებს. ნუ გასაგებია რომ ახლა გიგანტებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას რო დაუბრუნდეთ, ისევ საქართველოს პირველი მესიჯი შეიძლება ჩაითვალოს, რომ გუშინ ეს იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, როცა მან რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ თავარი საფრთხე შეიძლება იყოს ფასების დადა ინფლაცია. აქვს თუ არა დღეს ეროვნულ ბანკს ყველა ის ბერკეტი, რომ ამ პრობლემას, ასე ვთქვათ, ჯერ რა თქმა უნდა პრევენცია და შემდეგ მიხედოს. რა თქმა უნდა, სწორია რომ დატოვა არ შეცვალა, იმიტომ რომ როდესაც ეს დაძაბული ვითარება არასტაბილური ჯერჯერობით ეს ყველაფერი ძალიან ახლო ხდება საქართველოსთან ტერიტორიულად 2000 კილომეტრი რომც არ იყოს ეს ასე ახლოს მაინც როცა მსოფლიოში ესე დაძაბულია და პრაქტიკულად რამდენიმე ომი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რა თქმა უნდა სიფრთხილეს თავი არ დგება რაც შეეხება ეროვნულ ბანკს აქ თუ არა ამის ინსტრუმენტები რა თქმა უნდა აქვს და სწორედ იყო ამ ეტაპზე საპროცედო განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩემთვის რო ეკითხოთ მეც იგივე რჩევას მივცემ. და კიდევ ერთი საკითხი, ირანი საქართველოსთვის არ არის მნიშვნელოვანი ათეულშია თუ არ ვცდები. მე-10 არის სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ირანზე იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, ანუ ჩვენთან ექსპორტი ბევრად ნაკლები არის ვიდრე იმპორტი. ამიტომ საქართველოს ექსპორტის თვალსაზრისით ეს შეეზღუდება ბევრი არაფერი. დანაკარგი არ იქნება და იმპორტის თვალსაზრისითაც ახლა მე-10 ქვეყანა დიდამიც ვერ. ანუ ენერგომატარებლის კუთხითაც ჩვენ არ ვართ ირანზე დამოკიდებული. ირანზე არ ვარ დამოკიდებული, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ის რაც ახლა ხდება თუ ამან გააძვირა სოფლიოში ნავთობის გაძვირდება ყველასთვის და გაძვირდება საქართველოსთვის. ეს ნაკლებად შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელსაც საკუთარი ნავთობი აქვს და გაზი. მაინც მთავარი კითხვა არის ის, რომ როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. პირველი განცხადება, რომელიც გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკმაოდ ესეთი იყო დაბალანსებული და ნეიტრალური. ალბათ ეს ამ ეტაპზე ყველაზე სწორია დაბალანსებული და ნეიტრალური განცხადების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან საშიში რეგიონში. ჩვენთან ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა ებრაელ ხალხთან, ჩვენ ახლა ამაზე რადიო მსმენელის ყურადღებას დიდად არ შევაჩერებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 26 საუკუნოვანი ისტორია მშვიდობიანი თანაარსებობის და მეგობრული ურთიერთობის და იმავდროულად ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული ისტორია ირანთან მიმართებაში, თუმცა დღეს ის ჩვენი მეზობელია, შორს არ არის და ამიტომ დაბალანსებული და სწორი პოლიტიკა არის ყველაზე სწორი. იცით, ხალხობრივმა გავიხსენებ რამდენიმე თვის წინ თქვენთან ასევე ვიზიტს ამ ეთერში და მაშინ თქვი რომ წავიკითხე ერთი ინდოელი სპეციალისტის ძალიან საინტერესო სტატია იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ინდოეთის პოზიცია. თან ინდოეთი არის მოსახლეობის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო. როგორი უნდა იყოს ინდოეთის პოზიცია, როდესაც ასეთი დიდი არის განუზღრლობა, როცა გაურკვეველია სიტუაცია. და ხაზგასმით არის, რომ ინდოეთის პოზიცია უნდა იყოს სტრატეგიული მოთმინება. თუ ამ ხელა დიდი ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მოთმინება, სწორი პოზიცია,
რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. სტრატეგიული მოთმინება, იმიტომ რომ ჩვენზე ბევრი რამ თითქმის არაფერი არ არის დამოკიდებული, ჩვენ უნდა დაბალანსებული პოლიტიკით შევინარჩუნოთ წონასწორობა, რომ საქართველოს ცეცხლის ალში არ გაეხვას. რაც შეეხება მაშინ, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოს ეკონომიკაზე იყო საუბარი, რომ ამან მოახდინა დადებითი გავლენა, იგივე მიგრანტების ეფექტი იყო იმ ეკონომიკურ ზრდაში, რაც ჰქონდა მაღალი. შეიძლება თუ არა ასე დავსვათ კითხვა ამ შემთხვევაშიც, ანუ ბრჭყალებში ხეირი შეიძლება დავუშვათ. მოდით ასე ვთქვათ, იცით, თეორიულად გამორიცხული არაფერი არ არის, ახლა ირანელები საქართველოში რა ჩამოდიან, ისინი უფრო არავინ არ არის. უძრავ ქონებას ყიდულობენ, ბინებს ყიდულობენ, სახლებს ყიდულობენ, მაგრამ აქ შეიძლება უფრო სხვა საფრთხის წინაშე დავდგეთ კულტურული შეთანაწყობის და თანაარსებობის შემთხვევაში. ამიტომ რელიგიას გულისხმობ ენობრივ პრობლემას. ახლა წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, დღევანდელ საქართველოში ვიდრე ეს 30 წლის წინ იყო, რუსულად ისევე აღარ უმეთქოლებენ. გავიდა დიდი დრო, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ მაინც ურთიერთობა რუსულენოვან სივრცესთან, ასე თუ ისე საქართველოს მოსახლეობას უფრო შეუძლია, ვიდრე დაუშვათ სპარსულ ენასთან მიმართებაში. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემა იქნება და ამიტომ საქართველოს მთავრობას ცოტა უფრო ფრთხილი მექანიზმები სჭირდება, უფრო მეტი დაცვა ქვეყნისა, ვიდრე ეს იყო თუნდაც რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ მაშინ ნაკადი რო წამოვიდა, მარტო რუსები ხო არ იყვნენ, ბელორუსებიც იყვნენ და რა თქმა უნდა უკრაინელებმა ბევრი თავშესაფარი მიიღო. იცით, ორი სკოლაც გავხსენით უკრაინული და ყველანაირად ხელი შეუწყო. ცხოვრობენ და სხვადასხვა სახელმწიფოს ხარჯზე. კი, ბატონო, კი, და ეს ახლა აბსოლუტურად სწორი იყო ის ჩვენი რელიგიურადაც და ყველანაირად მოძმეერია და ხანდარი მიდგომა. ახლა ეს კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაუპირისპირდეთ უნდა ირანელებს არც ერთ შემთხვევაში ღმერთმა დაგვიპაროს, მაგრამ გარკვეული სიფრთხილეა აუცილებელი. კადრებში რაც ვნახეთ და ინფორმაციები რაც ვრცელდება, პირველი ნაკადი თურქეთისკენ უკვე დაიძრა. კი ბატონო. სხვათა შორის ექსპერტები, სამხედრო ექსპერტები სახმელეთო ოპერაციებს გამორიცხავენ, იმიტომ რომ საზღვარი არ აქვს ისრაელს. შუაში იორდანია. ხო, ანუ სხვა ქვეყანამ უნდა დაუთმოს დავუშვათ თავისი. აი თქვენ რამდენად მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა რომ სახმელეთო ოპერაციებიც დაიწყოს? იცით, მე ნამდვილად არ ვარ სამხედრო სფეროში ექსპერტი, მაგრამ დღეს ისეთი ვითარება თეორიულად არაფერი არ არის გამორიცხული. მაგრამ ვეჭვობ, რომ ასეთი რამე მოხდეს. თავარი არის ახლა აი ეს ავიადარტყმები, იმიტომ რომ ავიადარტყმებით ომი არ სრულდება, თუ რაღაც შუალედური შეთანხმება არ იქნება მიღწეული, იმიტომ რომ ომის მოგება მაინც უნდა ჯარი შევიდეს და ტერიტორია დაიკავოს. მაგრამ არ ამგონი აქამდე მივიდეს სიტუაცია. იორდანიის პოზიციაც საკმაოდ ფრთხილი იქნება და ასაც არ უნდა ისლამურ სახელმწიფოებში გამორჩეული იყოს და ძალკე შეიქმნას დამატებითი სირთულეები. სხვათა შორის ის პრობლემა, რომელიც იყო ინდოეთთან დაკავშირებით, ხო, ესეთ ომის საფრთხის წინაშე იყო ინდოეთი, პაკისტანი. საკითხი და ხო, და ეს საკითხი თითქოს მოიხსნა დღის წესრიგიდან. შეიძლება რომ დავუშვათ ისევე კი არ მოიხსნა, გადავადდა. ანუ გადავადდა, იმიტომ რომ ესე არის ფეთქება წაშიში და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ დადგეს დღის წესრიგში. აი აქაც შეიძლება გარკვეულად გონიერება გაიმარჯვებს, გარკვეულწილად პრობლემა დოსურლად არ გადაწყდა, ნაწილობრივ მაინც გადავადეს, მაგრამ ვაშინგტონის პოზიცია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა კონდეს ირანს, იმდანაც კაფეოა, თუ ირანი ამაზე წავა, შეიძლება ეს საომარი მოქმედებებიც ამ ეტაპზე შეჩერებული იქნეს. ისევ საქართველოს თუ დაუბრუნდებით, ბოლო პერიოდში ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მე ყოველთვის ვამხოლმე ამ კითხვას, იმიტომ რომ საინტერესოა, როდესაც ინფლაცია დაბალია ქვეყანაში, ანუ გულისხმობ, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან არის და პარალელურად გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ინფლაცია არის მაღალი, ეკონომიკური ზრდა პირიქით დაბალია და პირიქით ჩვენთან როგორ არის დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა? იცით, იმისთვის რომ ეკონომიკაში იყოს აქტიურობა საკმაოდ მაღალი, აუცილებელია ინფლაცია იყოს და იყოს ზომიერი, იმიტომ რომ ინფლაცია არის თუ ის ზომიერია, მატრახივით, როცა მეწარმეს შემოურტყამს უკან რომ ცხენი გააჩენოს, თავის ბიზნესი განავითაროს. რომ ინფლაცია აიძულებს მეწარმეს უფრო ჩქარა დაატრიალოს თავის კაპიტალი და წაგებული არ დარჩეს. ანუ გაუფასურება მისი კაპიტალი არ შეჭამოს. ამიტომ ინფლაცია თავისთავად თუ ის ზომიერია, ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
ანუ პრაქტიკულად ის რაც საქართველოში იყო ინფლაციის დონის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთა მიმართებაში, ჩნდება კლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში. ანუ აქ არაფერი არ არის ისეთი, რომ და დაბალი ინფლაცია, დაბალი ეკონომიკური ზრდა, ანუ შესაძლებელია, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორია და სწორედ ამიტომაც არის რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პროგნოზები საქართველოსთან მიმართებაში არის ოპტიმისტური. თუმცა, ეხლა რაც ხდება ისრაელსა და ირანს შორის, აი ამის როგორი სცენარით განვითარდება, შეიძლება ისახოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებსაც. და შესაბამისად საქართველოში დავუშვათ რეფინანსირების კომიტეტის სხდომა არის 30 ივლისს შემდეგ მომდევნო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს მონეტარული პოლიტიკა. არა, იცით რა, ჯერ ერთი ეს სხდომა დაგეგმილია ივლისის ბოლოს, მაგრამ თუ საჭიროა გაიმართება, როცა ჩათვლიან საჭიროდ მაშინ. ამას არ უშლის და წესდება არ გწავას. როცა ჩათვლიან საჭიროდ მაშინ და მოდით წინასწარ ვიმარჩიელებთ. თქვენ თქვით რომ ოპტიმისტურ სცენარიო და მოდით ოპტიმისტური ხო, მაგრამ პესიმისტურიც უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, პესიმისტური პირველ რიგში პესიმისტური უნდა განვიხილოთ თავრობამ, უნდა განვიხილოთ ცენტრალურმა ბანკმა და მათ ჰქონდეს, მაგრამ არა იმისთვის რომ გაასაჯაროონ, რომ ეს პანიკა არ უნდა შექმნას საზოგადოებაში. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ დოლარი გაძლიერდება დაუშვათ აი ამ კონფლიქტის შედეგად, ეხლა ყოველ შემთხვევაში ბაზარზე არ შეინიშნება საქართველოს გულისხმობ ლართან დაკავშირებით, ლარი არის მყარია ამ მოცემულობაში, იმიტომ დიდი ცვლილება არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ დოლარი გაძლიერდება ეროვნულ ვალუტის მიმართებაში რა მოლოდინები შეიძლება? რა თქმა უნდა, თუ ახლა დოლარმა დაიწყო მსოფლიოში გამყარება, ის გამყარდება საქართველოშიც, ანუ დოლარი გამყარდება, ლარი გაუფასურდება. მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ეროვნულ ბანკს ამ ეტაპზე აქვს ყველა ის ინსტრუმენტი, გამომდინარე მისი რეზერვებიდან, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს. მაგრამ როგორ განვითარდება სიტუაცია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, რამდენად სწრაფად დასრულდება ეს კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის. მოხერხდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან სწრაფად დაждობა და შედეგის დადება, თუ ეს გაგრძელდება. ახლა ნახეთ როგორი წინააღმდეგობრივი სიტუაცია. ტრამპი პირდებოდა ამომრჩევლებს, რომ ერთ დღეში დაამთავრებდა ომს უკრაინაში, რუსეთის ომს უკრაინაში. სინამდვილეში მიიღო მეორე ომი. ის არ დასრულებულა, საერთოდ არ ჩანს რაიმე კონტურები როგორ შეიძლება, როდის შეიძლება დასრულდეს და აგერ არის მეორე ომი. სადაც იმასაც არ გამორიცხავს, რომ თვითონ ამერიკაც ჩაერთოს. ამიტომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები იმდენად წინააღმდეგობრივია და ბუნდოვანია, რომ რაიმე პროგნოზი გაკეთება ძალიან რთულია. გასაგებია. იმიტომ რომ ის რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს თქვა, შეიძლება ხვალს სხვა რამე თქვას და ის რომ დავუშვათ პუტინმა თქვა, რომ მზად არის ზელენსკი შეხვდეს, ეს რას ნიშნავს? ნუ ახლა დღეს პუტინი გარკვეულწილად თავს გამარჯვებულად გრძნობს, იმიტომ რომ ტრამპმა ვერ მოახერხა, რომ მოსკოვი აიძულებინა მშვიდობაზე წასულიყო. უკრაინას ძალიან უჭირს, პირიქით ამერიკა იმასაც კი იმუქრება, რომ მიატოვებს უკრაინას. ევროკავშირი თავისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი არ გააჩინა და მისი ის მიერ დახმარება უკრაინის ამერიკის გარეშე ისეთი ვერ იქნება, ეს ყველაფერი რუსეთმა შესანიშნავად იცის. თუმცა რუსეთი პრაქტიკულად ჩაეხსნა ირანს ამ დაპირისპირებაში ისრაელის წინააღმდეგ. ახლა რთულია, კიდევ ერთხელ გითხრათ, ისრაელი არ შეუერთდა სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. ამიტომ ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არა მარტო ფორმალური, არაფორმალურიც საკმაოდ ძლიერი. სანქციები თქვენ რამდენჯერ მეახსენეთ და მე ახლა თქვით, რომ ისრაელი არ შეუერთდა, საქართველოს არ შეუერთდა და წამოვიდა ჩვენთან ლამის მიწასთან გაგვასწორეს, რომ როგორ გაბედეთ და ისრაელის ხო, და ისრაელს რატო არ და იმის სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები და ახლა კიდევ ერთხელ მიმეორებ, იცით, ბევრი თვლის რა შეთქმულების თეორია არის ის, რომ მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი. მე მაგალითად ასე ნამდვილად არ ვთვლი, თუნდაც როდესაც უკრაინას და მოლდოვას მის ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი, იქ რა ითქვა? უკრაინა კი არ იმსახურებს თავის რეფორმებით, მაგრამ ომშია რუსეთთან და ამიტომ უნდა მივცეთო. მოლდოვა საფრთხის ქვეშ არისო.
საქართველოს არც საფრთხის ქვეშ იყო და არც ომში იყო ჩართული. ამიტომაც არ მოგვწეს. ეს ხო პირდაპირ ღია კონტექსტით ითქვა, რატომაც არ მოგვწეს. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, იცით, არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა არსებობს. ეს არ არის მოგონილი და ეს ყველა მიცის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თვითონ რუსეთია. და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. იმიტომ რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი როდის ნახულობს მოგებას? ვინ არის ძირითადი შემწყიდველი? სახელმწიფო რო იარაღს იყიდის, ეს იარაღი თუ არ გამოიყენა მარტო სწავლებაში ამ იარაღის გამოყენებით სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მოგებას ვერ ნახულობს. აუცილებელია ომები. ამიტომ არის რა თქმა უნდა ეკონომიკური დაინტერესება გლობალურად სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი განვითარებული. გითხარით, პირველი ასეთი ქვეყანა რუსეთია, მაგრამ მოგამორიცხავთ ნორცხო ქვეყნებს. მათ შორის იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ სხვა ქვეყნები, ვინც სწორედ შეიარაღების შექმნაზე და განვითარებაზე მუშაობს და ამაში დიდ მოგებას ნახულობს. და მუდმივად ისმის კითხვა და ესეთი ორგვარი პასუხი, რომ სანქციები მუშაობს თუ არ მუშაობს. ასახელებენ, რომ აი რუსეთის შემთხვევაში არ იმუშავა, იმიტომ რომ მისი ბიუჯეტი მაინც იზრდება და ასე შემდეგ. მუშაობს სანქციები? სანქციები გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, მუშაობს, იმიტომ რომ მან ბევრი რამე შეცვალა, მათ შორის რუსეთშიც, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამე, რომ რუსეთი ძალიან დიდია, მისი რესურსული პოტენციალი საკმაოდ მაღალია და უფრო მეტიც ძალიან ბევრ ბიზნესს დასავლეთში აქვს კონტაქტები. აი მარტივ რამეს ვიტყვი. დღეს არის მე-17-მე-18 პაკეტზე სანქციების ხო საუბარი. როცა მე-17-მე-18 პაკეტზეა საუბარი, უკვე ნიშნავს, რომ წინა ყველა პაკეტი უვარგისი იყო რა. ხრელებით იყო სავს. მაგალითად მახსოვს, რომ მე-12 პაკეტით აიგზავნა რუსეთიდან ალმასების შესყიდვა. ესე იგი მანამდე ყიდულობდნენ რუსეთიდან დასავლეთი. ყიდულობდა ალმასებს რა, უხდიდა ალმასებში ფულს და ამ ფულით რუსეთი ქმნიდა იარაღს და აწარმოებდა ომს რა. ხოთა შორის არის ინფორმაციები, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანა რუსეთთან ჩაულებად ვაჭრობს. რა თქმა უნდა, შეუჩერებია ეს. იგივე ბალტიის ქვეყნებიდან ალკოჰოლური სასმელის იმპორტი რუსეთში გაიზარდა. რაზეა საუბარი? აღარ ვლაპარაკობ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის მაგალითად რუსეთი მიყიდის რუპიებში ინდოეთს ნავთობს, ნედლ ნავთობს, იხდება ამზადება ნავთობპროდუქტების და ამას ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატები. და მე ყიდის ევროკავშირზე. ხო, და აგაშენათ მარტო ახლა რუსეთი გამოირიცხა, რუსეთში არ ჩავიდა ფული. ხო, ასე რომ საერთოდ კიდევ უფრო მწვავე მაგალითი თვითონ ამერიკაში იყო ძალიან გახმაურებული, როდესაც ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინაში და დაშალეს, აღმოჩნდა, რომ ირანული წარმოების იყო და ამ ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატში შიგთავსის 82% იყო ამერიკული. მიუხედავად იმისა, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანაა რა თქმა უნდა, ამიტომ სანქციები როგორც არ უნდა შემოიღო, ყოველთვის შეიძლება სანქციების გვერდისავლის საშუალება თუ ყველა ქვეყანა არ არის მიერთებული და ყველა არ იცავს ამ სანქციებს. მიტობრივად ასეა. და სხვათა შორის ტრამპმაც დაანონსა, რომ თუ რუსეთი ბრჭყალებში არ დაუჯერებს, სანქციების ახალ პაკეტს კიდევ ამოქმედებს და კიდევ მოყვება მას ახალი გვერდისავლა და იცით სანქციებით რომ საკითხი წყდებოდეს, სანქციებს შეუძლია გაურთულოს რუსეთს ცხოვრება. რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება გართულება, მაგრამ მეორე მხარეს ჩინეთი ყავს არა. საკმაოდ დიდი ბაზარი და საკმაოდ დიდი შემწყიდველი რუსეთის რესურსების. ჩინეთი, ინდოეთი და ინდოეთი ხო ამერიკის შეერთებული, ინდოეთი ხო თამაშობს ამერიკასა და რუსეთს შორის. რუსეთის ინდოეთის უკვე დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ამერიკას უნდა რეგიონში დაასუსტოს ჩინეთი, ცდილობს გააძლიეროს ინდოეთი. ამიტომაც ყიდულობს ნავთობპროდუქტებს ინდოეთიდან, თუმცა შესანიშნავად იცის, რომ ნავთობპროდუქტები წარმოებულია რუსული ნედლი ნავთობიდან. გასაგებად, ცოტა დრო გრჩება, რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, მაინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ახლა ჩვენთვის და თითოეული ჩვენი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი ზოგადად ქვეყნისთვის. ხო არ გექნებათ რაიმე რჩევა ან რეკომენდაცია? იცით, ზომიერება და ზომიერება ეს არის აუცილებელი და სტრატეგიული მოთმინება. ჩვენთვის ახლა ისრაელის ხალხი არის ისტორიული მეგობარი, ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ იმავდროულად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა შევინარჩუნოთ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან.
რა თქმა უნდა, რუსეთთან ეს შეუძლებელია, იმიტომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მაგრამ სიფრთხილე გვართებს ირანთანაც მიმართა. ხოთიშორის აზერბაიჯანმა გააკეთა ღიად განცხადება, რომ არც ერთი მის absolut ტერიტორიას ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ გამოიყენებს. ანუ იქ იყო საუბარი ირანზეც და ისრაელზეც. აი ყველას ამიტომ საჭირო არის ჩვენმა ქვეყანამაც დაიჭიროს საკმაოდ ზომიერი პოზიცია, აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის არის კონსტრუქციული ქვეყანა, რაც მაგრამ ჯერჯერობით სახეზეა. და სიფრთხილეს თავი არ სთქვა, იმიტომ რომ ძალიან რთულ რეგიონში ვართ. ამიტომ აი ეს სტრატეგიული მოთმინება დღეს არის ჩემი აზრით არა მარტო იმ შემთხვევაში, სანამ ეს საომარი მოქმედება დაიწყებოდა ისრაელსა და ირანს შორის, არამედ მანამდეც აუცილებელი იყო ამ პოლიტიკის განხორციელება და სწორი არის ასე სიარული ამ ეტაპზე. დიდი მადლობა. მადლობა. მაინც ოპტიმისტურად დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ იქ მოკლევადიანი ოპტიმისტური სცენარი განვითარდება ახლო აღმოსავლეთში. ვნახოთ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვლადიმერ პაპავა იყო პროფესორი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მომავალ ხუთშაბათამდე გებშտოვებით. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.